Hello, Mr. Congressman. My goodness, good to be with you. Thank you. Thank Good to see you. you. Happy to see you. Again, my honor to be with you again, Georgia. აგერ არისო დროშა Here. საქართველოს დროშაო აგერ მიტინგებზე მე ხალხი მაბარებს უდიდეს მოკითხვებს თქვენთან ქართველი ხალხი რომელიც ბარიკადებზე დგას all the people that are protesting in the streets of barricades of Tbilisi, all of them are asking me to give you a big regards and warm regards. უდიდეს მადლობას იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ქვეყნის And to thank you for everything you do for Georgia. დამოუკიდებლობის. No, I thank them. You're an inspiration to the world. მე პირიქით მე მინდა რომ მადლობა გადავხადო მათ, იმიტომ რომ ისინი მართლაც აღაფრთოვანებენ მსოფლიოს. It's the protesters who inspire their friends around the world ეს to support their efforts. ხალხი ვინც პროტესტს აცხადებსო, მათ გამოიწვიესო ამ ხელა მხარდაჭერა მსოფლიოშიო და ამ ხელა სიყვარულიო საქართველოს. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ქართველ ხალხს ისე დიდი მეგობარი უცხოეთში როგორც თქვენ ბრძანდებით 1000 წლოვანი ისტორიის მანძილზე არ ყოფილა უთხარით. The fact of the matter is that such a supporter and friend of Georgia as yourself, Georgia has not had for thousands of years. ამიტომ პირველი გადაწყვეტილება ახალი მთავრობის ლეგიტიმურის, რომელიც აუცილებლად იქნება და დიქტატურას მოვიცილებთ, იქნება თქვენთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭება. So the first thing that after we get rid of this dictatorship in the current government, the first act of state of our country of Georgia would be to award you highest Georgian award that ეს ქართველი ხალხის ნება. This is my reward is freedom and success for the people of Georgia. ჩემი და ის დაჯილდოება იქნებაო, როდესაც საქართველოს ხალხი თავისუფალი იქნება და მთელი ქვეყანა თავისუფალი იქნება. So please join.